თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხვალ ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილს და ბესიკ დანელიას ელოდებიან. სწორედ მათი საქმეების მოსმენით განაახლებს კომისია მუშაობას. ვალერი გელაშვილს 2005 წლის 14 ივლისს დაესხნენ თავს. ამ საქმეზე სასამართლოს გამომტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე ვანო მერაბიშვილისთვის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძისთვის. დაახლოებით 400-მდე განაცხადი მეტი უკვე შემოსული არის. ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას მათ მიმართ, როგორც პიროვნული, ასევე წამება, სიცოცხლის აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის წართმევა და სურათი ძალიან ძილი არის, რომ იტყვიან, ხშირად რომ გონი ადამიანს, რომ გაგიგია ამის შესახებ და მე იქ ადამიანი რომ ყვება თუ რეალურად გარდა სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენისა ადამიანმა რა სულიერი, მორალური, ფიზიკური მთელი ოჯახები როგორ ინგრეოდა, ამით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კიდევ სხვა ტრაგედიას წარმოადგენს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს მოსმენები გრძელდება და ყველა შეძლების დაგვარად რაც ვადა იქნება, ყველა მაქსიმალურად იქნება მოსმენილი. მასშტაბებია იმხელა რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ალბათ კომისია ვერც კი ამოწურავს იმ ადამიანების გამოკითხვას, რომლებიც დააზიანეს და დააზარალეს ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს. მაგრამ ეს იქნება ის საშუალება და შესაძლებლობა, რომ ქართული საზოგადოება დაინახავს მსგავს ნიურნბერგის პროცესისას, რომლის დასკვნის საფუძველზეც სამართლებრივად გაუქმდება ნაციონალური მოძრაობა როგორც რეჟიმი. ოპოზიციურ პარტიებში ჯერ ისევ გაურკვევლობაა, ვინ მიიღებს და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. აზრები კვლავ იყოფა. ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად ამბობს, რომ საარჩევნო მარათონს მიღმა იქნება ნაციონალური მოძრაობა. არჩევნებისთვის უკვე ემზადება გირჩი. დანარჩენები კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, რაც მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ მათი ოპონენტები მითითებებს გარედან ელოდებიან. თავად ქართული ოცნება კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება. თუ არანაირ დათმობაზე არ წავიდა რეჟიმი და უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წინა საარჩევნო პროცესში ჩაერთო პოლიტიკური ძალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შევიდა კოლაბორაციაში რეჟიმთან. ამიტომაც ძალიან კაფეო და ცალსახარის პოზიცია. გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ მომრჩევლებთან ერთად და რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოება, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და მოვემზადებით ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც დაიგეგმება ჩვენს ქვეყანაში, რადგან ამ არჩევნები ეს გახლავთ დემოკრატიის ინსტრუმენტი მშვიდობიანი ფორმით მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური კლასის ცვლილება. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64 მუნიციპალიტეტში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა უფროსებმა დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ხედავთ, რომ ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველი არის, სავარაუდოდ ინსტრუქციები და მითითებები იგვიანებს, თუმცა რაღაცა პროცესი გააპარალელეს იმის მოლოდინში, რომ მაინც საბოლოო ჯამში მონაწილეობას მოთხოვენ თავიანთი გარე უფროსები და ხა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, რა დავალებაც გარედან არ უნდა წამოვიდეს, თქვა იქ დაიშალონ 7 პარტია თუ გაერთიანდნენ ერთ პარტია და ასე შემდეგ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათი რეიტინგი არის დრამატულად მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი საზოგადოებისათვის არ აქვს არანაირი არსებითი მნიშვნელობა. ისინი ელოდებიან თავიანთი მფარველების, თავიანთი პატრონების გადაწყვეტილებას, რასაც უკან ნახებენ და უბრძანებენ, მოდი ასე ვთქვათ, იმას შეასრულებენ. ასე რომ მათ ბრძანებაზე და მათ დავალებაზე არიან დამოკიდებულები. 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, ისეთ გამარჯვებას, როგორიც ეკადრება ჩვენ საზოგადოებას და რომელიც ჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. იმიტომ რომ უალტერნატივია დღეს ასეთი ხანგრძლივი პერიოდი მშვიდობის, სტაბილური განვითარება, სიმშვიდე ქვეყანაში ერთადერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიტანა. ეს არის ქართული ოცნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით 103 შეკვრად დაფასებული მეთადონი ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, ამას რუსეთის პრეზიდენტი ამბობს. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით მოსკოვს საკმარისი ძალები აქვს იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. ეს არის ინტერვიუ ფილმიდან სახელწოდებით რუსეთი, კრემლი, პუტინი 25 წელი. ფილმი პუტინის გაპრეზიდენტების 25 წლისთავთან დაკავშირებით გადაიღეს. რუსეთის პრეზიდენტი ფილმში სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მათ შორის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
с украинской частью. რუსი ხალხის უკრაინულ ნაწილთან შერიგება თქვენი აზრით შესაძლებელია? Кажется, что это неизбежно. ფიქრობ, რომ ამას ვერ გავექცევით. მიუხედავად მთელი იმ ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი კი უკრაინაში ისევ გრძელდება, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს შეუტია, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევის მთავარი სამიზნე ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქის მთავარი რაიონი შევჩენკივსკი იყო, სადაც საჰაერო დარტყმების შედეგად საცხოვრებელ სახლებთან ერთად მსუბუქი ავტომობილებიც დაიწვა. შეწყდება თუ არა ცეცხლი ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე ბომბების ხმა სიჩუმემ ჩაანაცვლოს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი. Мы давно მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა. 30 დღეში შესაძლებელია შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმი, შეწყვიტოს დაბომბვა. ამ მომენტისთვის რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერია თუ არა რუსეთის სურვილი განაგრძოს ომი. ყოველღამე თითქმის 100 შაჰედი ვარდება უკრაინის ტერიტორიაზე. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით უკვე 950-ზე მეტი რუსული ავიაბომბი ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთს მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება. ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვი პასუხობს. კრემლში ფიქრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია ორაზროვანია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ზელენსკის მეტი სიცხადისკენ მოუწოდებს. პესკოვი ამბობს, რომ ეს ტესტია იმის შესაფასებლად არის თუ არა კიევი ომის დასასრულებლად მზად. долгосрочного устойчивого мира. უკრაინის ხელისუფლების რეაქცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ინიციატივაზე უკრაინის გამოცდაა რამდენად მზადაა ამ მშვიდობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს. რაც მთავარია ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დეესკალაციას დღესასწაულებზე. სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს სავარაუდოდ ვერ დაესწრება. ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგი ამბობს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს. ვუჩიჩმა კლინიკა დატოვა, თუმცა ექიმებმა პრეზიდენტს მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს. ვუჩიჩის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მოსკოვში ჩასვლა შეძლოს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ორბანი ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა. ზელენსკიმ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო გააკრიტიკა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურება. პიტერ სიარტოს განცხადებით ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეეგუოს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე. არჩევნები ავსტრალიაში ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით მმართველ ლეიბორისტულ პარტიას 150 ადგილიან წარმომადგენლობით პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული. ოპოზიციური ლიბერალ-ნაციონალური კოალიციის ლიდერმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ავსტრალია იყოს უკეთესი ადგილი ყველა მოქალაქისთვის. ახლა კი დროა ძალისხმევა არ დავიშუროთ და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ საქმეს, რაც წინ გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება რუმინეთში, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად არჩევნებში ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის რუმინელთა გაერთიანების ალიანსის ლიდერი ჯორჯ სიმონი ლიდერობს. თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. დაშავებულია 6 ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად რაკეტის განადგურება ვერ შეძლეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპორტზე თავდასხმაზე რეაგირების საკითხზე უსაფრთხოების კაბინეტთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრაზე პოტენციური რეაგირების გზები განიხილება, მათ შორის ისრაელის მხრიდან იემენში ჰუსიტების ობიექტზე პირდაპირ დარტყმის განხორციელება.
კალიფორნიაში 3 მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა და დაზიანდა შენობებიც. კატასტროფის მიზეზებს გამოძიება ადგენს. 2 ადამიანის, მათ შორის 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფილიპინების დედაქალაქში ავარიას არიან დაშავებულებიც. მანილას საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელს დილის საათებში მანქანა შეეჯახა. ადგილზე ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს წითელი ჯვარი ავრცელებს. მიმდინარეობს გამოძიება, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით საქმის გამოძიება არ დასრულებულა. ახლა მძღოლის დაკითხვა მიმდინარეობს. ის ასევე სავალდებულო ნარკოტესტს გაივლის. სამხრეთ სუდანის ფანგაკის ოლქში დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. თავდასხმის დროს რეგიონში უკანასკნელი საავადმყოფო და აფთიაქი დაზიანდა. მთავრობისა და სამხედრო უწყებების წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. დონალდ ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამოაკრიტიკებენ. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათს ნიუ-იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა. ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ტრამპმა ფოტო პაპის დაკრძალვიდან მალევე გამოაქვეყნა. საქართველოს ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ის ფარგლებში პირველი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის საჩვენებელი სწავლება ჩაატარა. საველე ჰოსპიტალის მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესებაა, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს. აღნიშნული სწავლების მიზანი გახლავთ სამხედრო სამედიცინო პერსონალის უნარჩვევების ამაღლება და ასე ვთქვათ დახვეწა, რათა მან შეძლონ სამანევრო ქვედანაყოფებისათვის ტაქტიკურ ვითარებაში სამედიცინო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. სწავლება მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში. პირადი შემადგენლობა მოტივირებულია. მიზანი ჩამოყალიბებულია. უცხოელი დამკვირვებლები ყოველდღიურ სწავლებას დადებითად აფასებენ, რაც მეტყველებს პირადი შემადგენლობის მაღალ პროფესიონალიზმზე. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავლის ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს, სადაც ომის ვეტერანებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირებს უფასოდ უტარდებათ კვლევები. კლინიკაში სამიზნე ჯგუფებს თბილისის სხვადასხვა კლინიკების 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის 20-ზე მეტი ექიმი ემსახურება. ძალიან ხშირად არის ხოლმე აღმოჩენა სხვადასხვა მძიმე დაავადებების, იმ დაავადებების, რომლის შესახებაც არ იცის თვითონ პაციენტმა და ამიტომ ასეთი აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის. ჩვენ კლავაც გავაგრძელებთ, ისევ ჩამოვალთ. აღნიშნული აქციები რეგიონში ცხოვრების მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება პროფესიულ აკადემიურ პერსონალთან გაიაროს შესაბამისი ხასიათის კონსულტაცია და გამოკვლევა. მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით და საჭიროების მიხედვით კვლევები და ეს აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს, არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ აქტივობასთან, მუდმივად ყოველთვის მთელი წლის განმავლობაში ეს უფასო სამედიცინო დახმარება ამ არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ხორციელდება და ყოველთვის ამას რეგიონებში დიდი გამოხმაურება აქვს. ეროვნულ სასახლეში ანსამბლ სიხარულის ქორეოგრაფ თენგიზ სუხაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება ქორეოგრაფის 77 წლის იუბილესა და 55 წლიან შემოქმედებით მოღვაწეობას მიეძღვნა. ანსამბლი სიხარული 1970 წელს სწორედ ეროვნულ სასახლეში დაარსდა. ქორეოგრაფი არაერთ მედალს, ორდენსა და წოდებას ფლობს. გამგეობას გვაქვს და იქ მოვიწვიო სცენაზე ულამაზესი კალბარები და ბევრი ემოციებით ახსე ვარ საზოგადოებას, სასახლეს, სადაც გავიზარდე, დავაშკაცდი და ამდენი წელიწადია აქ ვარ. ჩემს ყველა მოსწავლეს, ვინც ჩემ ხელში გაიარა, ეს ძალიან დიდი არმია იმ გოგობიჭების, რომლებიც ახლა უკვე ბებიები, ბაბუები არიან. ბატონი თენგიზის ბმა განსაკუთრებულია ჩვენ სასახლესთან, ვინაიდან მან ქართული ცეკვის ხელოვნებას
პირველად აქ ამ სასახლის კედლებში ეზიარა და აგერ უკვე 77 წლის ასაკში ისევ ჩვენთან არის ის მომავალ თაობას და 55 წელია ის უკვე ასაბ სიხარულს ხელმძღვანელობს. ეს არის ისტორია, ეს არის დაფასება, რომელიც გამოიხატა ვარსკვლავის გახსნაში. ვარსკვლავს უხსნის ხალხი, არ უხსნის ამას არც დათოლქითაშვილი და არავინ. ეს არის ის სიყვარული, რაც ბატონ თენგიზ და ამან-სამსაკ წლების მანძილზე. თბილისის რიგით 22-ვე ჯაზ ფესტივალი დასრულდა. სამდღიანი ფესტივალის სტუმრები ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იყვნენ. გრემზე 5-ჯერ ნომინირებული ლაკეშა ბენჟამინი, თილ ბრონელი და სტივ კოლმანი. ფესტივალმა დაარსების დღიდან არაერთ მნიშვნელოვან ფიგურას უმასპინძლა. თბილისის შემდეგ კი ზღვისპირა კურორტის რიგია ჯაზ ფესტივალი მალე ბათუმში გადაინაცვლებს. პროგრამისა და მუსიკის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, სპონტანური იყო. პირველი კომპოზიცია, რომელიც ქართულ მაყურებელს მოვასმენინეთ, სცენაზე პირველად შევასრულეთ. საქართველოში აქამდე არასდროს ყოფილ ვარ. ძალიან მომეწონა თბილისის ჯაზ ფესტივალი, ქართველი მაყურებელი და რა თქმა უნდა თქვენი ქალაქი. სამივე დღე რადიკალურად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან და მე ვფიქრობ, რომ ფესტივალის დანიშნულება მისია თუ გნებავს სწორედ ეს არის, რომ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის მრავალფეროვნება შესთავაზოს ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ყველას მოეწონოს, მთავარი გახლავთ ის, რომ როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ტენდენციები მუსიკალური გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იტალიელი ფოტოგრაფის მარიო ლასალანდრას გამოფენა გაიხსნა. სახელწოდებით პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები. ექსპოზიციაზე 1962-2011 წლების ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ხელოვანის ხედვას გადმოსცემს. გამოფენა მუზეუმში 15 ივნისამდე გაგრძელდება. ეს გამოფენა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის არის არამხოლოდ მონოგრაფიული, არამედ კონცეპტუალური პროექტი და ეძღვნება მამაჩემის, მარიო ლასალანდრას შემოქმედებას. ეს მისი პირველი მონოგრაფიული პრეზენტაციაა, რომელსაც პირადად ვყურირებ. გარდა ამისა, ეს არის მისი პირველი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი. ჩემს ამ პერფორმანს, რომელიც ხა მიმდინარეობს, დავარქვი იდუმალი გასაღები, სადაც მე შევქმენი ორი პერსონაჟი ამ მარიო ლასანდრას ნამუშევრების ინსპირაციაზე ერთი ფისო და თოჯინა, რომელიც გალიაში თითქოს გარესამყაროში არიან. ეს ფოტოგამოფენა არის უნიკალური, ასევე არის წარმოდგენილი ირაკლი ნასიძის პერფორმანსი და მე ვფიქრობ, რომ დამთვალიერებელმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს გამოფენა. თაწმინდის პარკმა ახალი სეზონი გახსნა. ფუნქციონირებს ყველა ატრაქციონი, განახლდა საბაგიროს მუშაობა, ასევე ფუნიკულიორის ტრამვაი, რომელსაც წელს 120 წელი შეუსრულდა. შაბათ-კვირას დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. ლევანდელი სეზონის მთავარი სიახლე ეს არის განახლებული საბაგირო, რომელიც რუსთაველის 52 ნომრიდან ყოველ დღე უწყვეტ რეჟიმში დილის 11-დან ღამის 11 საათამდე ემსახურება ვიზიტორებს. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის food court ზონა, კვების ახალი ზონა, რომელიც საბაგიროს ზედასადგურზე გაიხსნა. მაისის შუა რიცხვებიდან გვექნება თოკების ქალაქი, ასევე პლანეტარიუმი გაიხსნა ჩვენთან. წელსაც რამდენიმე მთავარი აქტივობა გვექნება, რითაც ვასიამოვნებთ თაწმინდის პარკში მოსულ სტუმრებს. დღეს აქ დავხვდებათ DJ, ხედავთ იქ აპარატურას გაშვეს, კოკა-კოლა საავტორო კოქტეილები და ბევრი დადებითი ენერგია. დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კოტე კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრზე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა, გიორგი ტერაშულმა და ალექსანდრე ლოლაძემ პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდ სლემს გამოეთიშა.
29 აპრილიდან 3 მაისამდე აზერბაიჯანში გაიმართა ჰეიდარ ალიევის 102 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეჯიბრება კანოე კაიაკსა და აკადემიურ ნიჭფლოსნობაში. შეჯიბრში 20 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს медали. ასევე აკადემიურ ნიჭფლოსნობაში თასი მოიპოვეს. ტურნირზე ჩვენი ნაკრები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. კურიერი პირდაპირ ეთერში 6 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი დღის ყველა სიახლეს გაიცანით ვებგვერდზე რუსთავი არის წერტილი ჯი. დროებით.